Puli qos მიშელ მისაფრნეტიო და რას არ მივაჩნიდავით. არის მე რო გაწყვეტინებ ხოლმე ლაპარაკს, მაგაზე რო აღარ გაგაწყვეტინო ხოლმე და შენ რო მეჭუბები ხოლმე. შევეცდებით გავცეთ პასუხები. კარგი გრძელი კომენტარი იყო, როდესაც საუბრობდით ფულის დაზოგვაზე. რამდენად მნიშვნელოვანი არის რომ სახლის მშენებლობის დროს ან ბინის რემონტის დროს ენერგოეფექტურობა გავითვალისწინოთ. როდესაც ფული არათუ დაზოგვაზე, არამედ თვითონ თემდეც შეიძლება არ ყოფნიდეს. განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა კომენტარმა მშნეტასთან დაკავშირებით. თითოეული ხარჯის გაწევისას ალბათ არ არის ცუდი რომ ცოტა დაფიქრდე და რაღაცა მომენტში იმპულსებს გავმკლავდე. მაგალითად ჩვენ ჩაცმულობასთან დაკავშირებით, სადაც გვიწოდეს კოხტა პრუწები. კოხტა პრუწა შემიყავი, ხო? ფულს ესე ვთქვათ, ბანკი ქმნის ჰაერიდან და ესე ვთქვათ, იქ იყო ესეთი კომენტარიც, რომ სახელმწიფო ფულს ბეჭდავს რამდენსაც უნდა და ბიტკოინი არის შეზღუდული. ბანკი სესხის გაცემის პროცესში ამ ფულს საიდანღაც ჰაერიდან აძრობთ. ჰაერიდან აშლება მოკრეთეს ფული რა. ეგ შემიძლია 100% დაგარწმუნოთ და არც ესე არავინ არ ბეჭდავს ამ ფულს. რა გაირკვა აბა? ძალიან დიდი მადლობა რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გამოიწერეთ ჩვენი არხი. დიდი მადლობა იმ კომენტარებისთვის, რა კომენტარებისაც გვიწერთ YouTube-ზე, Instagram-ზე და დღეს შევეცდებით მაქსიმალურად ამ კომენტარებზე და ამ კითხვებზე მოგცეთ პასუხები. ძალიან მაგარი კომენტარებია მართლა და დიდი მადლობა. პირველი ყველაზე მაგარი კომენტარი არის მე რო გაწყვეტინებ ხოლმე ლაპარაკს მაგაზე რომ აღარ გაგაწყვეტინო ხოლმე და შენ რომ მეჭუბები ხოლმე. ხო და პირიქით. არა, ეგ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და მიხარია რომ მაგას აღნიშნავთ, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოდის ახლა ესე რა. ჩვენ სხვა არ გვაქვს ის რაღაც პოდკასტ მეიკინგის პირობა უნდა დავდოთ, რომ რაც შეიძლება მოკლედ მაქსიმალურად გასაგებად მოუყვეთ ის რასაც რისი თქმაც გვინდა და არ გავაწყვეტინოთ ერთმანეთს. აი პირობას ვდებ. როგორც თქვი, შევეცდებით გავცეთ პასუხები. ყველაზე კარგი გრძელი კომენტარი იყო, როდესაც საუბრობდით ფულის დაზოგვაზე. და იყო მოყვანილი ძალიან კარგი მაგალითი რევას კევლიშვილის, რომ ესე იგი მან ენერგოეფექტურობაზე იყო საუბარი. რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ სახლის მშენებლობის დროს ან ბინის რემონტის დროს ენერგოეფექტურობა გავითვალისწინოთ. და სპეციალისტს ვკითხოთ. შეიძლება თავში ინვესტიცია დაჯდეს მეტი, მათ შორის ელექტრომოწყობილობების ყიდვისას იქ არის მითითებული, რომელი არის ენერგოეფექტური და რამდენად დიდ ეფექტს გაძლევს შემდეგში. ენერგოეფექტურობასთან მიმართებაში მშენებლობაზე იყო საუბარი, როგორც ჩანს ეგ ადამიანი ერკვევა. ერკვევა საკმაოდ მტკივნეული არის თავში ამ ინვესტიციის განხორციელება. მათ შორის ეს არის ენერგოეფექტური ბლოკები, ანუ რითიც აშენებ, მათ შორის მე არა სპეციალურები არის, დათბუნების საკითხი არის, შიდა დათბუნების საკითხი არის, გათბობის კაპანილობა რომელი უფრო კარგი არის, ანუ რა უნდა დააყენო, გაზზე უნდა დააყენო, ელექტროენერგიაზე უნდა დააყენო. ახალი შედარებით ახალი მოცემულობა არის, როდესაც მზის ბატარეებს აყენებენ სახლზე. მაგის გაკეთება მე ოდესმე თუ მექნება საკუთარი სახლი ძალიან მინდა. კი, მან ხო იცი რა საკეთებ, ზაფხულში რეალურად სისტემას აწვდი ენერგიას და ის ენერგია მე შეგიძლია ზამთარში გამოიყენო. და რამდენად მნიშვნელოვანი არის წლებში გადანაწილებული ეს ეფექტი. ეს თვლადია ოღონდ რა, ანუ ისე ჰიპოთეტურად არ ყვები ამას. თვლადი არის კონკრეტულად, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ეს ყველაფერი, მათ შორის სიცხისგან დაცვა, იმისგან რა ქვია, სიცივისგან დაცვა შენობის და ასე შემდეგ. მათ შორის უნდა ვახსენოთ კიდევ რომ როდესაც გათბობა გაგრილებას აყენებ, არა მარტო იმას აქვს მნიშვნელობა, რომ რამდენად ეგრეთ წოდებული ქვაბები რაც არის რა, ის რამდენად ეკონომიურია, მეორე არის რამდენად სწორად გაქვს
განლაგებული კვადრატურაზე გათბობის სისტემა. იმიტომ რომ თუ არასწორად აყენებ ის მაქსიმუმზე მუშაობს მაინც, იმიტომ რომ ვერაც ხო და უფრო მეტ ენერგიას იცი რა მაინტერესებს ეხლა რომ დავფიქრდი ეს რევაზი თქვი ხო? აშკარად მაგ ადამიანს აქვს გამოცდილება ისეთი საინტერესო კომენტარი უწერია. კი. ხო და მე დავფიქრდი რომ ხომ არ არიან სხვა ადამიანები რომლებსაც ასევე აქვთ საკუთარი გამოცდილება რომ ამ ფულის დაზოგვასთან დაკავშირებით. კი. და ხო შეიძლება რომ დაწერონ ეს კომენტარები. იყო რამდენიმე კომენტარი ასევე მინდა ვთქვა რომ და ამაზე ვისაუბრეთ კიდევაც ჩვენ პოდკასტში, როდესაც ფული არა თუ დაზოგვაზე, არამედ თვითონ თემდეც შეიძლება არ ყოფნიდეს. ამასთან მიმართებაში კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ ჩვენ არ ვაკეთებთ და ვერ მოგცემთ რჩევებს. შეგვიძლია ის გამოცდილება გაგიზიაროთ რა გამოცდილებაც გვაქვს ეს შეგიძლიათ მიიღოთ რჩევად ჰინთად ასე შემდეგ მაგრამ თვითონ შინაარსობრივად ამ მიმართულებით ვერ ვისაუბრებთ იმიტომ რომ ყველაფერი რა თქმა უნდა ყველაფერი არის ადამიანები არის რომელიც ვეღარების ზღვარის ქვემოთ არის და ამასთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ გავაკეთებ ამ კომენტარს იმიტომ რომ რთულია უბრალოდ რომ თქვა ხო კი ეგეც ხო თქვით აღნიშნეთ ოღონდ მანდაც შეგიძლია რომ რაღაცა დაზოგვებზე იფიქრო რა ანუ რაღაცეებთან მიმართებაში მანდაც ალბათ უფრო სწორი სიტყვა არის ოპტიმიზაცია დაზოგვა კიდე სხვა რაღაცა მე ხა სალომემ თქვა რომ ძალიან განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა კომენტარმა მიფშვნეტასთან დაკავშირებით. ფულის მიფშვნეტაზე იყო სერიოზული ხო, აურზაური და სხვადასხვა კომენტარი იყო, სხვადასხვა მიმართულებით. არის გაქვს თუ არა მისაფშვნეტი ფული, რას ნიშნავს ფულის მიფშვნეტა, მე უნდა მიაფშვნიტო თუ არ უნდა მიაფშვნიტო და ასე შემდეგ. მე მგონი უნდა ახსნა რა იგულისხმე შენ. მე სანამ მაგას ახსნი, ვიღაცას ეწერა რომ ფული იყოს მისაფშვნეტიო და რას არ მივაფშვნიტავდი. შენ გაგიმარჯოს. მეც რომ ეკნება ერთად მივაფშვნიტოთ ფული. დღეს ოპტიმიზაციაზე ვიფიქროთ. ხო, რომ მისაფშვნეტი ფული დავაგრო. ხო, ოდესმე რო გახდეს. იცი რა არის მე მაშინ მაგაზე რომ საუბრობდით, ძალიან ისე კონკრეტულ რაღაცაზე ვფიქრობდი რა, არ არის ხოლმე მარტივი ამ ყველაფრის ერთიანად გადმოცემა რა, რას ფიქრობ და რას ამბობ. თუმცა დღესაც იმაზრზე ვარ რომ მე მაინც ვფიქრობ ბევრი გაქვს ფული თუ ცოტა გაქვს ფული არ აქვს მაგას მნიშვნელობა მაინც თითოეული ხარჯის გაწევისას ალბათ არ არის ცუდი რომ ცოტა დაფიქრდე და რაღაცა მომენტში იმპულსებს გაუმკლავდე რა მაგაზეც იყო კომენტარი რომ მაგაზე თუ იფიქრე მუდმივად შეიძლება ხო ნერვოზი აი კიდე რა მაგრამ რაღაცებზე ხო ვფიქრობთ იცი რა არის აი ორი მხარე აქვს ამ ჯოხს რა კი რაღაცებზე როგორ არ ვფიქრობთ ყველა მაგრამ შენ მაშინ აი კომენტარი რაც იყო მე წავიკითხე და შენც იგივე თქვი მაგავე ვიდეოში ცოტა მე მგონი რომ ემოციებში ხარჯავ ფულსო რა ხო და ხო ეხლა არ გამოდის ესე გერმანელის ისტორიას რო ყვებოდი რობოტივით ვერ ფუნქციონირებ რა გინდა რაღაც გზას გადაუხვიო მომენტებში ეგ ერთი ხო და მეორე მხრივ კიდე ისიც სწორი არის რა ჯოხის მეორე მხარე ისიც სწორია რომ როცა ხალხი მართლა გადარჩენისთვის იბრძვის გარკვეული კატეგორია ადამიანების ჩვენ ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის მიღმაც იქ აღარ არის ემოციებზე ლაპარაკი და მიფშვნეტვა არ მიფშვნეტაზე იქ არის უკვე ლაპარაკი გადარჩენაზე და ოპტიმიზაციაზე და თითოეული თეთრის თუ ცენტის სწორად დახარჯვაზე აქედან გამომდინარე ამ ჯოხს აქვს ორი მხარე და ყველანაირად შეგიძლია შეხედო მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ ჩემი პირადი აზრია რომ არ უნდა მიაფშვნიტო ფული რა ჩემი აზრით რა მე მგონია რომ ხანდახან ხო ეს ადამიანური ფაქტორია რა ვინ როგორ უძღვება ამ საქმეს რა ეხა იქ кейპსე კი არა და ტაშფანდურზეც ხო ლაპარაკობდით ხო არ შეიძლება ანუ უნდა მისცეთ საშუალება თუ გეძლევა ამის რეალური შანსი რომ ახლობელ და მეგობარ ადამიანებთან ერთად გალაღდე ხო მიფშვნეტ არის არა დაგეგმილი არამედ დაუგეგმავი ესე ვთქვათ ემოციური გადაწყვეტილება რომელსაც
გადაწყვეტილებასაც ხშირად არ ვარქმევთ ხოლმე და ვამბობთ, რომ ესე მომიწია ფულის დახარჯვა. მომიწია მაგალითად. მანდუე იყო ერთ-ერთი განსაკუთრებული მხიარული კომენტარი ჩვენს ჩაცმულობასთან დაკავშირებით, სადაც გვიწოდეს კოხტაპრუწები. კოხტაპრუწა შემიყავი, ხო? უფრო კი. ალბათ მე ვიქნები შეხორი. შემდეგი მე ვიქნები, შემდეგს რასაც დაწერე. ხო, მოდი საბოლოო ჯამში მე ვიტყვი რომ ჩვენ გვიხარია კომენტარებს რო წერთ და კიდე უფრო მეტი დაწერეთ და კი, კომენტარი უფრო ეხა ეს იყო უფრო რაღაცა ლაღი კომენტარი, ეხა უფრო პროფესიული კომენტარი იყო, როგორ ადარებთ ფულს საქონელთან, ბანკი ფულს ქმნის ჰაერიდან, დეპოზიტებს კი არ გასცემს სესხებლებს, ხო, ესეთი არის და მე კრიპტოვალუტაზე როდესაც საუბრობდი, იქაც იყო ამაზე ეს კომენტარი, რომ ფულს, ესე ვთქვათ, ბანკი ქმნის ჰაერიდან რა და ესე ვთქვათ, იქ იყო ესეთი კომენტარიც, რომ სახელმწიფო ფულს ბეჭდავს რამდენსაც უნდა და ბიტკოინი არის შეზღუდული რაოდენობით. რამდენადაც მართალია, იმდენად ოდნავ უნდა მიმართულება და მივცეთ და დავაკონკრეტოთ მე მგონი რა. პირველი რაზეც უნდა ვისაუბროთ, ფულს ბანკი არ ბეჭდავს. ეროვნული ბანკი მარეგულირებელი ბეჭდავს, ანუ სახელმწიფო ბეჭდავს, სახელმწიფო წყვიტავს, რამდენი უნდა იყოს არსებობდეს ესა თუ ის ვალუტა. ბანკს აქვს მულტიპლიკატორის ეფექტი, ანუ რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ბანკში როდესაც შევიდა, ეს დაბეჭდილი ფული შევიდა ბანკში განათავსა ანაბარზე. და გაიცა სესხი, ესე ვთქვათ, გაორმაგდა ერთგვარად მისი რაოდენობა. და ეს ეფექტი აქვს, მაგრამ არ ბეჭდავს ბანკი ფულს. ბანკი ფულს იზიდავს და ამაში იხდის ფულს. ანუ როდესაც ვამბობთ, რომ ფული არის საქონელი ბანკისთვის, ეს ნიშნავს, რომ იმაში, რასაც იღებს, იმაში იხდის ფულს. სესხი მოიზიდა უცხოეთიდან ადგილობრივად, ანაბარზე შეიტანა ეს თანხა. ამაში იხდის, ანუ ამას აქვს ღირებულება. მომსახურების ღირებულება ემატება, ეს კიდევ ერთხელ ვთქვით და რისკები ემატება სესხის გაცემის დროსაც. ამიტომ ვადარებთ, რომ ესე ვთქვათ, თუ სხვა ობიექტებში სხვანაირი საქონელი არის, სერვისიცხო ფული ღირს. ანუ რაღაცა სერვისებს, რასაც ვიღებთ, ისიცხო ფული ღირს. ანუ ეს არის პროდუქტი, რომელ პროდუქტითაც ვაჭრობს ბანკი. რა თქმა უნდა, ეს იცვლება და მომავალში შეიძლება ცოტა სხვა ფორმით ვნახოთ სისტემა, ამაზეც არის ეს პოდკასტი რას ველოდებით მომავალში საბანკო სისტემიდან, მაგრამ უმთავრესი არის, რომ პროდუქტი არის ფული. ანუ ფული არის, რომელშიც იხდის ფულს და გასცემს ფულს. მაგაში ვაკეთებს ფულს. მან და სერვისია, ხო, ფინანსური სერვისი არის, სერვისში იღებს რეალურად. კი, მართლაც ამბობ და მაგ კომენტარს კითხულობდი, ხა მაგას ფიქრობდი, რომ ეგეც ჩვენ ხო ვილაპარაკებთ მითებზე და ლეგენდებზე. კომენტარები არის ყველა ამობეჭდილი და ეხლა უყურებ, რომ არ გამომრჩეს. ეგეც ერთ-ერთი მითია, რომელზეც ზოგადად ლაპარაკობენ ხოლმე, რომ ეს ბანკი სესხის გაცემის პროცესში ამ ფულს საიდანღაც ჰაერიდან აძრობს. კი. ეგეც ერთ-ერთი მითია, რომელიც ამ ბანკებმა თუ ვალუტა შემოიტანა, ანუ იყიდა ეს ამდენი წლებია ვეღარ დაფარეს, თავის ფულს ატრიალებენ ბანკები, პროცენტი რატო არ მცირდება. ხო. ხო, მაგაზე მეც შინაარსი გავიგე, ხო. და ეგეც ერთ-ერთი მითია რა. მითია ლეგენდა, რომელზეც უნდა არ ვიცი, ფინანსური განათლების ნაწილია, ხო, ალბათ. ხო, ამასთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ფინანსურ განათლება უფრო. ცნობიერება, ხო. განათლება არასწორია ცოტა ესეთი არის. ანუ ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით ვაკეთებ ზუსტად ამ პოდკასტს. და ზუსტად ამისთვის არის, ამაზე ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ინფორმაცია მივაწოდოთ მომხმარებლებს.
ადამიანებს საზოგადოებას. იცი რა არის, მე ვფიქრობ, რომ აი მაგ კონკრეტული კომენტარის ავტორს მე ვეტყოდი, რომ ფულის გასესხან, ფული არ არის ადვილი საშოვნელი. ეს ვიცით რა, ესე და ბანკების შემთხვევაში შენ კარგად გაქვს ერთ-ერთ სერიაში აღწერილი, რამდენად ძვირი უჯდება ბანკს გინ ვალუტის და გინ ეროვნული ლარის მოზიდვა გარკვეულ შემთხვევაში. კი არა და უმეტეს შემთხვევაში. ხო და ჰაერიდან არ შევდება მოკლედ ეს ფული რა. ეგ შემილია 100%-ით დაგარწმუნოთ და არც ესე არავინ არ ბეჭდავს ამ ფულს. კი, ანუ პირველი არის რომ ყველაფერს აქვს თვითღირებულება. ერთი ეს ნაწილი არის. და მეორე პროცენტების შემცირების ნაწილთან დაკავშირებით თვითღირებულება უნდა შემცირდეს, რომ პროცენტი შემცირდეს და მეორე კონკურენცია არის საქართველოში, 19 საბანკო ლიცენზია არის, 19 ბანკი არის და ამასთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გვესმოდეს სად რა სერვისს რომელ ბანკში ვიღებთ. აქ მინდა კიდევ ამასთან მიმართებაში პირდაპირ კავშირში არ არის, მაგრამ მინდა ის გამოცდილება გავაზიარო, რაც მაქვს რა. რეალურად მომხმარებლები მაგალითად ელოდებიან კონკრეტულ მაღაზიებში, კონკრეტულ დღეებს, სეზონებს, რომ ფასდაკლებას დაელოდონ, უყურებენ რაღაცა პრომო აქციებს. მათ შორის იმ პროდუქტებთან მიმართებაშიც კი, რომელ პროდუქტებსაც აი ყოველდღიურობაში მოიხმარენ. ანუ იმიტომ რომ სასურსათო მაღაზიებმაც დაიწყეს კონკრეტულ პროდუქტებზე კონკრეტული პრომო აქციები. და ამას ელოდებიან რა, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა არის. მაგალითად ამერიკაში არის, რომ ჟურნალებში იყო ისინი რა ვაუჩერები, რომელ ვაუჩერებსაც აგროვებდნენ და ამითი იღებდნენ სხვადასხვა ფასდაკლებებს. ეს უკვე ესე ვთქვათ, უფრო ძველი დროის ნაწილი არის, მაგრამ მაინც მინდა ვახსენო. ზუსტად იგივენაირად შეგიძლიათ, რომ უყუროთ იმ სერვისებთან დაკავშირებით, რა ბანკი რა სერვისს გთავაზობთ. მაგალითისთვის რო გითხრათ. კაიდეა. დღეს უკვე არსებობს საქართველოში ბანკები, რომელსაც მაგალითად კომუნალური გადახდები აქვს უფასო. ხო. ეხლა სახელების ხსენების გარეშე, ხო? როგორც იქ ველოდებით, აქაც შეგვიძლია ვნახოთ, რომელ ბანკს რა შემოთავაზება აქვს, რა სერვისი. ხო. ერთი ნაწილი არის, რომ მაგალითად თუ საუბრობთ ეკონომიაზე, მაგალითად და რაღაცა პროდუქტის შეძენასთან მიმართებაში, მიდიხარ იაფია დისკაუნტერთან ან ბაზარში მიდიხარ მაგალითად რაღაცის საყიდლად და მოლოდინები ამასთან მიმართებაში, რომ იქ დაგხვდება, ესე ვთქვათ, სრულად გამართული სისუფთავე სერვისი უმაღლესი ხარისხის არ გაქვს. მაგრამ მეორე მხარეს, როდესაც მიდიხარ ისეთ მაღაზიაში, სადაც მაღალი ფასებია, ანუ ფასნამატი მაღალია. იქ უკვე მოთხოვნა გაქვს ხოლმე, მოლოდინი გაქვს, რომ იქ არ უნდა იყოს რაღაცა ცუდად გილას არ უნდა იყოს, შეფუთული უნდა იყოს ინდივიდუალურად და ასე შემდეგ. იგივე არის მოლოდინებთან დაკავშირებით. დღეს მოლოდინი არის, რომ ყველა ბანკს ერთი და იგივე სერვისი უნდა კონდეს. რაც გონია, რომ ეს მოლოდინების ნაწილი უფრო არის რა. ანუ ინტერნეტ ბანკი ყველაზე საუკეთესო უნდა კონდეს. და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია მობაილ ბანკი საქართველოში ერთ-ერთი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო არის. თუ საუკეთესო არა, ერთ-ერთი საუკეთესო არის და კომპლექსურად, ანუ ერთიანად რო ყველა ამ სერვისი ერთდროულად ერთ აპლიკაციაში და ამ ფორმატით გაწვდის, მაგარია, ძალიან მაგარი არის და უდიდესი კომფორტია, მაგრამ იმაზე ვამბობთ მე უარს, რომ მაგალითად იქ შეიძლება რაღაცა პროცენტი იყოს ნაკლები, მაგრამ მობაილ ბანკი არ კონდეს ისეთი კარგი, ან სხვა სერვისი იყოს. ამიტომ მინდა უთხრა, რომ ანუ ნუ შემოიფარგლებით რაღაცა ლიმიტირებული ბანკებით. ნახეთ ყველა ბანკში რა სერვისი შეგიძლიათ რა ფასად მიიღოთ. და უკვე ღია ბანკინგი ნელ-ნელა ვითარდება. და შეგეძლებათ უბრალოდ იმ სერვისის მიღება სხვა აპლიკაციაში, იმ აპლიკაციაში, რომელშიც თქვენთვის კომფორტული იქნება, რომ მიიღოთ ეს სერვისი. ერთ-ერთი კომენტარი კიდე სანამ შემდეგს ნახავ, იყო პროცენტებთან დაკავშირებით ვლაპარაკობთ, გახსოვს? კი.
ეფექტურ პროცენტზე ეფექტურობაზე მაგარი ხო, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იყო ერთ-ერთი თემა. მაგაზე ჩვენ მაშინ კი ვილაპარაკეთ პროცენტზე და ფულის ღირებულებაზე და ამის მოტანა წაღებაზე, მაგრამ მეორე ნაწილი არის, რომ ეს სერვისი, ახლა შენ ამბობდი, ეგეც უნდა ვთქვათ, რომ ძვირიჯდება რა, არ არის იაფი რა, საკმაოდ დიდი დანახარჯების გაწევა გიწევს, რომ ეგ მობაილ ბანკია, რომელსაც ერთი კლიკით სესხს იღებ თუ ფილიალი ყველა ქუჩის კუთხეში და ბანკომატები რამდენად საკმაოდ ძვირი ინფრასტრუქტურაა, ეგ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. რომელიც დღესდღეობით საქართველოში საკმაოდ კარგი ისე მარტივად არის ხელმისაწვდომი რა. კი, ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე მინდა რომ უფრო კონკრეტულად ავხსნა რა არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. საპროცენტო განაკვეთი და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. საპროცენტო განაკვეთი არის კონკრეტულად სესხი, რა რაოდენობის სესხიც გაქვს აღებული, მაგალითად 1000 ლარი თუ გაქვს აღებული სესხი და მას ერიცხება 10%, 10% არის 100 ლარი, ხო? 100 ლარი არის პროცენტი. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იქნება 1000 ლარი რომ აიღე, საკომისიო რა გადაიხადე, დაზღვევაში რა სიხდი, კიდევ სხვა ხარჯები თუ გაწიე სესხის აღება, პირდაპირ დაკავშირებული რაც არის სესხის აღებასთან, ეს ყველაფერი მიემატება ამ 100 ლარს და მაგალითად იქნება, სიტყვაზე ვამბობ რა, 125 ლარი. ხო, ან 130 ლარი. მარტივად რო ვთქვა პროცენტი. ან თუ 130 ლარი გახდება ხარჯი და 1 წლით გაქვს 1000 ლარი სესხი აღებული და 130 ლარი ქონდა. რეალურად პროცენტში შენ გადაიხადე 100 ლარი. დამატებით ფიქსირებულ ხარჯებში გადაიხადე კიდევ 30 ლარი და ეს 130 ლარი იქნება პროცენტი. ანუ რეალურად შენ 13%-ში ისესხე სესხი, ანუ 13% დაგიჯდა. შეიძლება ბანკმაც კი ვერ მიიღო ეს ფული, იმიტომ რომ დაზღვევაში გადაიხადე, რაღაცა სხვა მომსახურებაში რაც იყო მაგალითად თუ იპოთეკა არის, იპოთეკის გაფორმებაში გადაიღადე ასე შემდეგ, მაგრამ შენ დაგიჯდა სესხი 13%. ხო, სესხის პროცენტი იყო 10%, მაგრამ შენ დაგიჯდა 13%. ამიტომ არის რეკომენდაცია, რომ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს შეხედეთ. რატო არის ეს მნიშვნელოვანი? თუ მოკლევადიან სესხს იღებ, საკომისიოებმა შეიძლება მკვეთრად გაგიზარდოს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. იმიტომ რომ ერთჯერადი ხარჯებია. ერთჯერადი ხარჯები არის, ძირითადად თავშივე იხდი ამ ხარჯებს და მოკლევადიანი სესხის შემთხვევაში შენ რეალურად სესხის პროცენტი მეტი გამოგდის ხარჯი. როდესაც გრძელვადიანია იყო ეს კომენტარიც და მაგიტომამ, როდესაც გრძელვადიანია სესხი, მაგ შემთხვევაში უფრო მეტი ეფექტი აქვს დაზღვევის ხარჯს, კიდევ ეფექტი აქვს ვალუტის ხარჯს, ანუ ვალუტის კურსის სხვაობის ეფექტიც ითვლება ხოლმე ეფექტურ საპროცენტო განაკვეთში, მაგრამ ძირითადი ხარჯები, ანუ ფიქსირებული ხარჯები შეიძლება მნიშვნელოვანი როლს არ ასრულებდეს. მაგრამ მანდაც მინდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ვთქვა. როდესაც იპოთეკურ სესხს ვიღებთ, პრაქტიკიდან გამომდინარე 50%-ს ვიტყვი, ანუ არ გადავაჭარბო, 50%-ზე მეტი არის, რომ ვადის შუაში ხდება ამ სესხის ან დამატება და ამიტომ ახლიდან გადაბრუნება, ან სხვა ბანკში გადატანა, ანუ უამრავი ოპერაცია სრულდება ხოლმე და მან ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იზრდება. იმიტომ რომ საკომისიო უკვე გადახდილი გაქვს შენ და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მთლიან ვადაზეა გადათვლილი და შენ შუაში რო გადაფარე და შეიძლება კიდევ გადაიხადე სხვა ბანკში მაგალითად ეს საკომისიო. კი, გაგეზარდა. თუ იგივე ბანკში არის ძირითადად ეს საკომისიოები არ გემატება და პროცენტის ცვლილების დროს არ გემატება ხოლმე ეს, მაგრამ სხვა ბანკში თუ გადაგაქვს, ხშირად არის რომ ეს საკომისიო ემატება და შენი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი რეალურად შეიძლება მეტი გამოვიდეს. მე არ ვამბობ რომ თვითონ უნდა ითვალოს მომხმარებელმა ეს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ მიაქციოს ყურადღება არა მხოლოდ პროცენტს, არამედ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს. ერთი კომენტარი რომელიც ამ იმ სოციმედიაში კი არ გაკეთდა. ჩემო მეგობარმა დამაბარა და მინდა ხო შენთან ჩემთან რავი ზოგადად რატო არ ამბობთო რა, ანუ სოციმედიის გარეთ და ისვა ეს კომენტარი და ვახსენებ რა, ხო შეიძლება.
ეს არის ისო პროცენტებში ეხება, როგორც ჩანს, ეს პროცენტები ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემაა დღევანდელ ქართულ საბანკო სფეროში. ფასია და იმიტომ ყოველთვის ფასი იქნება მნიშვნელოვანი. თუ ფასი აღარ იქნება მნიშვნელოვანი, ესე იგი რაღაც ამ პროდუქტი აღარ არის საინტერესო საერთოდ და აღარავინ აღარ მოიხმარს, ან რეალურად, ანუ დამაკმაყოფილებელი ფასი რომელია? რომელიც იაფია, ან ზუსტად იცი, მაგალითად ახლა კომუნალური გადასახადების ფასზე არავინ არ საუბრობს, ხო? ან ძვირია, იაფია, მაგრამ უფრო იაფი უნდა იყოს, უფრო ძვირი უნდა იყოს, არ საუბრობთ, იმიტომ რომ ერთი ფასი არის. ერთი დადგენილი ფასი არის. თუ არსებობს რამდენიმე შემოთავაზება, ქვეყნის შიგნით ქვეყნის გარეთ ამ ფასზე ყოველთვის ვისაუბრებთ რა. ანუ ეს არ შეშლება ეს. ხო, მესმის, უბრალოდ რას ვიძახდი, იცი რომ ერთ-ერთი ეს თემა მოკლედ მნიშვნელოვანია პროცენტების საკითხი. და მართალი ხარ, პროცენტების საკითხი მნიშვნელოვანია ფასის კონტექსტში. ჩემო მეგობარმა ესეთი კითხვა დაგვისვა. ირაკლი კითხულობს ესეთ რამეს, რომ საკომისიოები თუ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთში ბევრი წონა აქვს, რასაც ახლა შენ ხსნიდი რა. გასაგებია რომ ფული რაღაც X-თან ხაუჯდებათ, რომ მოიტანონ შენამდე. თვითონაც ესხულობენ ბანკებიო. მაგრამ აი საკომისიოებს რატო არ ამცირებენ მნიშვნელოვნად? ხო, საკომისიოების შემცირებასთან დაკავშირებით და საიდან ითვლიანო ამ საკომისიოებს მაგალითად და რა მოიტანა ეს საუბარი, ბოდი შეკითხვას და შევკრავ და მე შენ ვიპასუხე ორიოს ერთად. და მეც ვერ გავეც პასუხი რა. მაგალითად ამონაწერის გაკეთება 2 წლის წინ თუ 3 რაღაც პერიოდის წინ ამონაწერის გაკეთებაზე, რატო გადამახდევინოსო თუ არ ვწდები 20 ლარი მითხრა თუ 10 ლარი არ მახსოვს. არქივიდან ამოღებაზე ელექტრონული, მაგრამ არქივიდან. ხო, ალბათ არ ვიცი. ხო. კაი, რამდენი კონკრეტულზე ვთქვათ თუ ზოგადად საკომისიოების რაობაზე. საკომისიოებზე ვთქვათ, რატო არ შეიძლება რომ საკომისიოები შემცირდეს? კი, საკომისიოების შემცირება პირდაპირ პროპორციულად არის დაკავშირებული, მოდი ვთქვათ, ერთი რა უჯდება ბანკს ამა თუ იმ ოპერაციის შესრულება, სერვისი რა ჯდება. ეს არის სერვისის ღირებულება, რეალურად სერვისის ღირებულება არის ეს საკომისიოები. მანდაც თვითღირებულებაზე ჩავდივარ თუ გადარიცხვაზე ან სხვა საკითხზეა საუბარი. ეხლა მოდი ამონაწერთან დაკავშირებით ვისაუბროთ რა. ამონაწერი ვთქვით, ამონაწერის ძველი ამონაწერის მაგალითი იყო რა. ხო, ანუ 3 წლის ამონაწერზე არ არის საუბარი აქ ოღონდ რა. მინდა რომ ეს ზუსტად პერიოდი არ მახსენდება რა. ძველ ამონაწერზე არის საუბარი. სხვადასხვა ბანკს სხვადასხვანაირად აქვს, მაგრამ 3 წლის ამონაწერი ამოდის ძირითადად უპრობლემოდ რა, ანუ ინტერნეტ ბანკიდან შეგიძლია ამოიღო პირდაპირ. რაღაცა ამონაწერი არის, რომელიც არქივდება, ანუ პირდაპირ სისტემაში პირდაპირ მიბმული აღარ არის ეს ამონაწერი რა. ანუ ამისი დაარქივება ხდება, რას ნიშნავს ეს? თუ მთელი ისტორია იქნება პირდაპირ ოპერაციულ დღეში და შენ ინტერნეტ ბანკიდან მთლიანად ამას ამოიღებ ხოლმე, შეიძლება ეფექტურობაში ამციროს ყოველდღიური მოხმარების რა, ანუ ყოველდღიურ ოპერაციებში ამან შეიძლება ისე გადატვირთოს სისტემა, რომ ვერ განახორციელო რაღაცა ოპერაციები ისე ჩქარა, რამდენადაც გინდა. აქედან გამომდინარე ეს გადადის არქივში. ოკეი. არქივიდან ამ ინფორმაციის ამოღება არის შრომატევადი. რეალურად შრომატევადი არის, იმიტომ რომ სხვა სისტემა უნდა გაიხსნას ამ სისტემიდან და ამოიღო ეს ინფორმაცია და საკომისიის რაობაზე რამდენად რელევანტურია ეს საკომისიო კიდევ ერთხელ მომბო ფასია და ფასზე სწორად გამიგე ვერ ვიტყვი რამდენად რელევანტურია თუ მოთხოვნადი ესე იგი რელევანტური არის რა სწორად გამიგე ანუ ესეთი ის არის არ ვიცი სწორად გაგიგე ხო ანუ არ გეკამათებ მე კითხვა ფორმატში მოვიტანე შენამდე რომ ეს არ არის კლასიკური ამონაწერის ამღება ამონაწერი რომელიც რეალურად არის სისტემაში პირდაპირ პროპორციულად მიბმული და პირდაპირ შეგიძლია ამოიღო ინტერნეტ ბანკიდან შეგიძლია შტამპიანი ამოიღო პირდაპირ და თუ შენ ითხოვ არქივიდან ამის ამოღებას, აქ არის საუბარი, რომ ეს უნდა გადაეცეს სხვა დეპარტამენტს, იმან უნდა გახსნას ეს სისტემა იქიდან. უბრალოდ მაგაზე რას ეხა რა კომენტარი წამოვა, ალბათ იცი ეხა ამ ვიდეოს კომენტარებშიც დაწერენ და მგონი მართლები იქნებიან, რომ
ეს საკომისიოები ხო სხვადასხვა ბანკში სხვადასხვანაირად მუშაობს და შენ როგორც აღწერე ამ ეს ემატება სესხის ამ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს. სამონაწერის ამოღება არ ემატება, იმიტომ რომ ეს არ არის სტანდარტული ოპერაცია. არა, ამონაწერი საკომისიოებზე ვთქვი რა ზოგადად და მე იმის თქვა მინდა რომ საკომისიოები რა კითხვას დაისვა რომ ამ რატო არის ამდენი და რატო არ შეიძლება შეამცირონ შენი პასუხის გასაგებია რომ არ ვიცი რა ანუ ვერ გააკეთებ ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებ იქიდან გამომდინარე რომ ფასთან მიმართებაში რატო ღირს ესა თუ ის პროდუქტი ეს ფასი არის მიმწოდებლის გადაწყვეტილება. კი ბატონო, კი. ისეთი ის არის რა, ანუ თუ იყიდება რეალურად, ხო, ესე მუშაობს ფასები რა. თუ იყიდება, ეხლა მან როგორი ამბავია, იცი, იყიდება, იმიტომ რომ სესხი გჭირდება და სესხის შესაძლებლად მიდიხარ და 12%-იანი სესხი მე 18%-იანად რო გადაიქცევა ეფექტური ის და რომ პოლემიკაში შემოვიდე ამასთან მიმართებაში, მაგრამ რამდენი ბანკი მოსინჯე პროცენტთან დაკავშირებით სანამ აიღებდი. მე კონკრეტულად არავინ არ მომისინჯავს ამ წუთას, იმიტომ რომ სესხი არ ამიღია უახლოეს წარსულში. მაგრამ ჩემ გარშემო არიან ადამიანები, რომლებსაც აუღიათ და მინახავს, რომ ხო, რაღაც საკომისიოს დიდი წილი უჭირავს შავანგამოში. საკომისიოებთან მიმართებაში რამდენი ადამიანი არის, რომელიც უყურებს, რომ ეს პაკეტი უნდა ვიყიდო, ეს სერვისების პაკეტი უნდა ვიყიდო, რომ მე იყოს უფასო რაღაცა მომსახურებები, ამას ვინ დაკვირვებია, ვთქვათ, ანუ სხვადასხვა ბანკს აქვს ესეთი მომსახურება, რომ მაგალითად იხდი ყოველთვიურ საკომისიოს და იქ შედის ყოველთვიური განაღდება, გადარიცხვა უფასო, რაღაცეები უფრო ნაკლებ ფასში ფიქსირებული გადარიცხვების შეღავათები ვალუტის კონვერტაციაზე და ასე შემდეგ. ასევე უცხოეთში გადარიცხვასთან დაკავშირებით დღეს უკვე არის ევროში გადარიცხვებთან დაკავშირებით სხვადასხვა ბანკი თავაზობენ ჩქარ გადარიცხვას, ან ოპერატიულად ჯდება ეს თანხა და ამასთან ერთად საკომისიოც ნაკლები არის. ხო და ანუ რამდენად ვადარებთ ამას და ესეთი მნიშვნელოვანი არის. მე გონია რომ უნდა შევადაროთ და შეადაროს ყველა ვინც სესხს იღებს უბრალოდ მან და პატარა სესხებზე თქვი და იქ პატარა სესხებში ხდიათ ხარ რომ რაღაც არ ფიქრობ მაგდენს რა. პატარა სესხები შევადაროთ ხო თქვით ანუ ხო ისევ იმას იმ მიმართულებით მივდივარ რომ საკონელი არის რა ანუ ეს სერვისები არის საკონელი. ყველა დიდი მარჟა რაში არის. ხო და ყველაზე დიდი მარჟა სად არის? იმ რაღაცა პატარ-პატარა რაღაცა იმებში, საქონელში, რომელიც აი ხელს გააყოლე რაღაცეები არის, ხო? ანუ რაღაც სათამაშოები, რაღაცა ბრჭყვიალა რაღაცეები, ხო გახსოვს ის სპინერების პერიოდი რო იყო, ყველა რო სპინერი დადიოდა, ხო, რაღაცა რო ატრიალებდა. ხო და ძალიან ბევრი სპინერი მაქვს. ყველაზე დიდი მარჟა მან იყო, ხო? ყველაზე დიდი მარჟა იყო მან და პატარ-პატარაზე როცა ვლაპარაკობთ ანუ საკომისიოებთან დაკავშირებით, რამდენად მიაქცევ ყურადღებას ამ საკომისიოს. კი, მე მტკივნეული არის ეს ყველაფერი, მაგრამ ნუ იმ მომენტში მიაქცია ყურადღება, არ მიიღე მომსახურება სხვადასხვა ადგილას. არა, ნუ საბოლოო ჯამში მე ეგ საუბარი მიდის მე ისე მოგებასთან რა და ვიღაცა გამოდის და სწორადაც ისე სამართლიანადაც კითხვა სვავს, რომ მაშინ რატო გაქვს მილიარდიანი მოგება. მიხვდი დააკელი საკომისიოს მაგწილით. რაც ასევე განხილვის თემაა რა. თუმცა არ გავშალოთ ეს ამბავი, მე ის მაინტერესებს. კიდე რამე საინტერესო კომენტარი ხომ. ხო, მოგება ცუდი რო არ არის ეგ მინდა ვთქვა. და მეორე ნაწილი არის, რომ ფული რომელიც ბანკში არის მოზიდული, ეს ფულიც არის ინვესტორების ფული. ანუ ვინც ჩადო ბანკში ფული რა, ანუ ბანკის ფული შეიძლება რეინვესტირება ხდებოდეს და ისევ ეკონომიკის დაფინანსება ხდებოდეს, მაგრამ და ყველაზე ძვირი არის ინვესტორის ფული. ოკეი. ანუ ჩვენ გვიყვარს ინვესტორები. კომპანიები, ბიზნეს, როდესაც ბიზნესმენები, რომლებიც ფლობენ კომპანიებს, მათთვის თავისი ჩადებული ფული არის ყველაზე ძვირი, იმიტომ რომ მასში ითხოვენ, ესე ვთქვათ, რომ მეტი მოგება ნახონ, სესხზე უფრო ნაკლებია ხოლმე რა. გადასახდელი. კიდე ხომ არის რამე საინტერესო კომენტარი. უსაფრთხოებისთვის ბარათზე იქონიეთ 1-2 დღის სამყოფი თანხა. ამას მე ვამბობდი, ხო, თუ შენ ამბობ? არა, კითხვა არის, კომენტარი არის. მაგ თემაზე ვლაპარაკობთ გამახსენ. ხო, რას ნიშნავს ეს ყველაფერი რა? ეს
ამ კითხვას მოაყოლეს, რომ ანუ ცალკე მაქვს ვადიანი ანაბარი, მოთხოვნამდე ანაბარი და ასე შემდეგ. ვადიან ანაბართან დაკავშირებით ცალსახად, როდესაც ვადა აქვს ანაბარს დარღვევაზე ცალკე უნდა მიმართო ბანკს და ასე შემდეგ, ანუ ყველაზე მომენტალურად გახარჯვადი არ არის ვადიანი ანაბარი. მოთხოვნამდე ანაბარი, როდესაც მობაილ ბანკში ხედავ ამას და ბარათზე თანხის არსებობა, რო ავხსნათ რას ნიშნავს. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კვირის ბიუჯეტი, ხო, დაახლოებით გვესმის, რომ კვირაში ხარჯავთ ამ თანხას რა. ანგარიში, რომელზეც მიბმული არის პლასტიკური ბარათი და რომელსაც ამ პლასტიკურ ბარათს ხშირად ვიყენებთ ხოლმე და ისეც ვიყენებთ, სადაც არ ვაქცევთ ყურადღებას, სად გამოვიყენეთ, საქართველოში ნაკლებად, მაგრამ უცხოეთში ყველაზე მეტად არის, აი უცხოეთში რო გამოიყენე ბარათი, ეს ბარათები ეგრეთ წოდებული იფროდება, ანუ ეს ბარათები შეიძლება გახდეს თაღლითობის საქართველოში რატომ მარტო უცხოეთში? საქართველოში უფრო ნაკლებად ხდება ხოლმე, იმიტომ რომ ანუ რეალურად რო ვთქვათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან ხშირად, ძალიან დროულად აღმოუჩენია ესეთი სქემები, როდესაც აგროვებდნენ ამ ინფორმაციას, გადასცემდნენ უცხოეთში და ასე შემდეგ. ამაზე ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ მე არ მაქვს ინფორმაცია, უბრალოდ ვიცი, რომ საქართველოში ციფრად ვიყავით ჩართული, როდესაც ესეთი სისტემური დანაშაულები ხდებოდა ხოლმე და ძალიან ეფექტურად ხდება ხოლმე ამაზე რეაგირება. რა თქმა უნდა მომხდარა, მაგრამ ხდება ხოლმე რეაგირება. თუ მართვადია სისტემა და აქედან კონტროლდება, ანუ აქედან ხდება ამ რაღაცების შეგროვება, მაშინ მაგრამ თუ შენ e-commerce-ზე გამოიყენე, უცნაურ საიტზე შეიყვანე, ვებგვერდზე შეიყვანე შენი მონაცემები, მე საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს. აქედან გამომდინარე, ეს რეკომენდაცია იყო, რომ ანგარიში, რომელზეც ბარათია მიბმული, იქონიეთ შედარებით მცირე თანხა. მიფშვნეტაზეც იყო მან ლაპარაკი, რომ მიფშვნეტას პრევენციაც შეიძლება იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ ხო შეგიშლის მაგაში. ხო, მაგრამ ყველაზე მაღალი საფრთხე არის, სადაც მიბმულია ბარათი. ესე ნუ წარმოიდგენთ, რომ ეს ვთქვათ, უკვე საფრთხის ქვეშ ხართ რა, მაგრამ არის უფრო მაღალი საფრთხე აქ, რომ იყოს ხელმისაწვდომი ვიდრე სხვა ადგილას. მეორე ნაწილი არის ფიშინგზე ვილაპარაკეთ, კიბერუსაფრთხოები. ფიშინგი არის პირადი ინფორმაციის მოპოვება და ამ პირადი ინფორმაციის მოპოვების შემდეგ გამოყენება ამისი, მათ შორის იყო შემთხვევები, როდესაც მობაილ ბანკი გაუტეხეს, მობილურის ნომერი შეუცვალეს და ასე შემდეგ. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ უბრალოდ ყურადღებით უნდა ვიყოთ რა, ჩქარ-ჩქარა არაფერს არ ვაკეთებთ, აი ჩქარა გადაიხადე, ჩქარა რაღაცა გააკეთე. მანდ არ არსებობს ესეთი რაღაცები, რომელიც აი მომენტალურად თუ არ გააკეთე, აღარ იქნება ხელმისაწვდომი და თუ ეჭვი შეგეპარათ რაიმე ტრანზაქციაში ან რაიმე მოთხოვნაში, აუცილებლად ან რაიმე ინფორმაციის მოთხოვნაში აუცილებლად იკითხეთ, მინიმუმ იკითხეთ და მაქსიმუმ მოიცადეთ ცოტა ხანი და კარგად შეაფასეთ რამდენად რელევანტური არის ესა თუ ის მოთხოვნა. ხო, ანუ აქ შემიძლია ვთქვა, რომ უსაფრთხოდ არის ყველა თანხა. ერთადერთი ნაწილი არის, რომ არსებობს კიბერთაღლითები, რომელიც ასევე თქვენი მეშვეობით მოიპოვებენ ხოლმე ამა თუ იმ ინფორმაციას და იმ თქვენგან გაცემული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი ესა თუ ის თანხა. ანუ ბარათზე ცოტა ფული ვიქონიოთ. კი. და მეორე ნაწილი რა, აქაც მინდა რომ ერთ-ერთი რეკომენდაცია მივცე რა. ესე ვთქვათ, ყველაზე ნაკლებად ტყდება ყველაზე დაბალი კლასის ბარათები. ყველაზე ნაკლებად ტყდება ყველაზე დაბალი კლასის. ანუ იფროდება ყველაზე დაბალი კლასის. იმიტომ რომ კიბერთაღლითების ინტერესის სფეროდან ყველაზე ნაკლებად არის ეს ბარათები საინტერესო. შევასაძლევ კიბერთაღლითებს რომ და მეორე მნიშვნელოვანი ხო და ნახე ვიზა ელექტრონს. ბოდიში ელექტრონს. ხო, მაგრამ ნახე ვიზა ელექტრონი და ისა მასტერკარდ საირუსი იყო თუ არ ვცდები. ხო. ეხლა არც ვიცი ვინმე საქვს თუ არა, მაგრამ მეორე ნაწილი არის, რომ იქ ტრანზაქციები ავტორიზაციის გარეშე არ გადის. ეხლა მეორე კითხვა არის რა, უკვე პრემიუმ ბარათებზეც ავტორიზაციის გარეშე მაქსიმუმ გაიაროს ტრანსპორტში რა, ეს ლარიანმა გადახდა. მეტი ხო, ავტორიზაცია მნიშვნელოვანია. ხდება ხოლმე რა,
საქართველოში პრაქტიკულად არ ხდება ხოლმე. ამიტომ უსაფრთხოების ნაწილთან დაკავშირებით ბანკი სისტემები, საპროცესინგო სისტემები მაქსიმალურად გიცავენ, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ თქვენც რაღაცა პრევენციული ღონისძიებები განახორციელოთ ამაზე. კარგი. ერთი კომენტარი მომეწონა და ვიტყვი რა. სახელთა გვარს არ დავასახლებ, მაგრამ ერთ-ერთი ადამიანი გვიწევს, რომ დღევანდელი კვერცხი მრჩევნია ხვალინდელ ქათამს. კი. ანუ საყოველთაოდ რთულ შეკითხვაზე გასცა ძალიან მარტივად პასუხი რა. ხო, მაგრამ მან ხო არჩევანის ნაწილი არის, რამდენად შეგიძლია დაელოდო. უამრავი ექსპერიმენტი არსებობს ამასთან დაკავშირებით. იმ დღეს რამდენიმე დღის წინ საუბრობდით ზუსტად რა, რომ ესეთი ექსპერიმენტი იყო ბავშვებზე გააკეთეს დაკვირვება რაღაცა ჯგუფი იყო, რომელსაც უთხრეს, რომ აი მისცეს რაღაცა ტკბილეულობა და უთხრეს, რომ აი ერთი ცალი კანფეტი გექნება დღეს, მაგრამ თუ შენ მოიცდი ხვალამდე, ხვალ ურცალს მოგცემთ. და ვინ მოიცა და ვინ არ მოიცა. დღეს ერთი ან ხვალ ორი? და მე რამდენიმე წლის შემდეგ, რაღაც 30 წლის მერე ეს დაკვირვება გრძელი იყო, 30 წლის შემდეგ 300 კანფეტზე ავიდეთ. არა, ის ადამიანები, ვინც დაელოდა რა წარმატებას მიაღწიეს და ვინც არ დაელოდა რა წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ პირდაპირი კავშირი, კორელაცია ამაზე არ არის. ძალიან რთულია, მაგრამ ვინც დაელოდა, იქ იყო ესეთი მაგალითი, რომ პროცენტულად ბევრად უფრო წარმატებულები იყვნენ. ერთი და იგივე სპეციალობით არ ყვნენ, აბსოლუტურად განსხვავებული სპეციალობები იყო, უფრო წარმატებულები იყო. ანუ თუ კონკრეტული მოლოდინი ვაძლევ რეკომენდაციას, რომ დაველოდოთ. ვერ გეტყვი მაგასაც რა, ვერ გეტყვი, იმიტომ რომ კიდე მეორე კვლევა იყო ბედნიერებისთვის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არა, სხვა შორის უკანასკნელი კვლევისთვის ფინანსური კმაყოფა არ იყო რა, იყო ადამიანები და ადამიანებთან კომუნიკაცია და იმ ადამიანებთან კომუნიკაცია, ვისთანაც სრულად გახსნილი ხარ და ენდობი. და ანუ აი ძალიან საინტერესო კვლევა არის, რომელიც ყველაზე მარტივად კითხეთ იმას, რა ქვია, ხელოვნურ ინტელექტს და ის მოგიყვებათ ამ კვლევის შესახებ და ისე კიდე ამ კვლევაზეც შევეცდები, რომ თვითონ ეს კვლევაც სადმე ავტვირთოთ და დავდოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა არის და არ არის პირდაპირ ამასთან კავშირში. ამიტომ მე ესე კვლევაზე ვერ ვიტყვი, რომ აუცილებლად უნდა დააზოგო. მაგრამ კონკრეტული მიზანი თუ გაქვს, რომ ორი კანფეტი მიიღო, ხო? ანუ და გეუნებიან, რომ დღეს თუ არ შეჭამ, ხვალ გექნება ორი კანფეტი, ხო? ანუ ეს ამაზე არის ორიენტირი. იმაზე კი არ არის ორიენტირი, რომ მოიცადეთ და უფრო მეტი გექნებთ. არამედ კონკრეტული თარგეტი, კონკრეტული მიზანი იყო, რომ შენ თუ გინდა ორი კანფეტი გექნება ხვალ. დღეს არ გექნება. გავიგე. ერთი რაღაც მინდა ვთქვა, რომ ამ გერმანელების ხსენებამ. კი. შენ ახსენე რაღაც კონტექსტში, რომ როგორც ერთ-ერთი ორგანიზებული ხალხი, რომელიც ფულს ესე ძალიან დაზოგვაზე და გრძელვადიან გეგმებზე ორიენტირებული. ხო, მეც ეგეთ ბევრი მითები არსებობს და მეც ბევრჯერ მომისმენია და მინახავს და ესე controversial როგორ იქნება რა, ორად გაიყო რა. ნაწილი ამბობს, რომ ურთიერთსაპირისპიროდ გაიყო აზრი, რასაც მე ვუყურებ და ძალიან დიდი ნებათაღელვა გამოიწვია ამ გერმანელების ხსენებამ რა. ხო და კიდე რამე სხვა ნაცია ხო არ არის, რომელზეც რაღაც ეგეთი ის არსებობს, რა ქვია, მოსაზრებები, რომ ან კარგი ორგანიზებულები და კარგად ზოგავენ ფულს, ან პირიქით ფულს მიაფშვნიტავენ ხოლმე აქეთ-იქით. ხო, ანუ კი ხო, სამხრეთულ ქვეყნებში უფრო მეტად არის არაორგანიზებული ქაოსური ხარჯვა, ანუ უფრო თბილ ქვეყნებში ხშირ შემთხვევაში გვხდება ხოლმე უფრო ქაოტური ხარჯვა და უფრო ცივ ქვეყნებში გვხდება ხოლმე ეს ხუმრობით ვამბობ ნაწილობრივ, მაგრამ ესე დაემთხვა რა, უფრო ცივ ქვეყნებში უფრო ორგანიზებულად ხდება ხოლმე მობილიზება დაგეგმვა გრძელვადიანი გეგმის მიხედვით მიყოლა. გერმანელების მაგალითს იმიტომ ვამბობ ხოლმე, ანუ იმიტომ ვახსენეთ. კარგი მაგალითი. ერთ-ერთი დიდი რაოდენობა, დიდი ქვეყანა არის რა. მეორე, მათი პრაქტიკა ხშირად არის ხოლმე გამოყენებული, მათ შორის ევროკავშირში ეკონომიკური მიღწევები და ეკონომიკური, ესე ვთქვათ, ეფექტები ხშირად მათ მოდელს იყენებენ ხოლმე და
ზოგადად უფრო ცნობილია მათი მოქმედების სქემა და აქედან გამომდინარე ხდება ხოლმე ამის გამოყენება, თორე რეალურად რო ვთქვათ, შვედეთის მაგალითი არის კიდევ ძალიან საინტერესო. ოღონდ იქ ფულის მიფშვნეტაზე ძალიან სერიოზული ის იყო, რა ქვია, ჯარიმა არა, სხვათა შორის ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით ჰქონდათ პრობლემა ერთი პერიოდი, უფრო ახალგაზრდების ნაწილი იყო და აი აქ ფულის მიფშვნეტა იყო მაგასთან მიმართებაში კავშირში და მან სერიოზული სოციალური პროექტი წამოიწყეს და ამასთან მაგრამ ყველა სხვა მიმართულებით იქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იქ ყველაფერი გრძელვადიანი იყო. მაგალითად, შვედეთი იყო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც უარი თქვა გარკვეულ ნაწილში ნავთობის მოპოვებაზე და სხვა მიმართულებით გადაატრანსფორმირა. ხო, ეგ ახლა ცოტა ჩვენ თემას ვწდება. ხო, მაგრამ გრძელვადიან გეგმაზე არის აქ საუბარი. აქ მიფშვნეტა არ მიფშვნეტა დაზოგვარ და ნერვოზის წინაპირობაზე არ არის ლაპარაკი. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ როდესაც გააქვს გრძელვადიანი გეგმა, რამდენად მიყვები, რამდენად მართლა გრძელვადიანად იგეგმები რა. ბიუჯეტირებასთან მიმართებაშიც როდესაც საუბრობთ, ბიუჯეტის შედგენა ანაცია კი არ არის. იქ არის, რომ გარკვეული მიზანი გააქვს და ამ მიზანთან მიმართებაში როგორ მიხვიდე ამისი ამ დაგეგმაზე არის საუბარი. ერთსაც გეტყვი რა. თან სადღაც რო ვახსენეთ, გახსოვს რომ ბანკიო პროცენტს შემოგთავაზებს, რომ სხვაგან დაერეკეო და მე მანდაც ორად გაიყო აზრი რა. არიან ადამიანები, რომელიც ირწმუნებიან, რომ მსგავსი პრაქტიკით უკეთესი დილი მიიღეს, უკეთესი შეთავაზება მიიღეს, რა თქმა უნდა 15 ბანკში არ უნდა ჩამორეკო. არა, რა თქმა უნდა, 15 ბანკი ერთი და იგივე პროდუქტს არ გთავაზობს. აერჩიო რომელ ბანკში რა პროდუქტია. და იყვნენ ადამიანები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ეგრე არ არის. და მე კიდე აი ეგეც მაგაზე რა კომენტარს გააკეთებდი. არის თუ არ არის ეგრე მაგ სიტუაციაში. იცი რა არის მოდი ესე ვთქვათ რა, თუ ეს კომენტარი ხო იმაზე იყო, რომ ევაჭრეთ ბანკს. ხო, ზუსტად. მიიღებთ იმ მოცემულობას, რომ იმაში რა ქვია, რაღაც მაგალითად ლამაზ ოფისში თუ შემოგთავაზეს რაღაც კონკრეტული პროდუქტი, შესთავაზეთ თქვენი ღირებულება. იქნება ეს ვალუტის კონვერტაცია, იქნება ეს სესხი, იქნება ეს თუ გიღირთ რა თქმა უნდა საკომისიო მათ შორის. კი ბატონო. და საკომისიოებთან მიმართებაში თითქმის ყველა ბანკს აქვს პაკეტები, რომ აი მაგალითად თვის ხო, გამომწერი გახდებინა. სხვადასხვა ბანკს სხვადასხვა საკომისიოებია. იცი რა, ძალიან რთული არის ხოლმე. ხშირად ჩვენც ვირჩევთ ხოლმე უფრო კომფორტულ არჩევანს რა. მაგალითად ლამაზ მაღაზიაში უფრო გვირჩევნია, რომ ვიყიდოთ იგივე პროდუქტი, რომელიც სიტყვაზე ვამბობ, ლილოში ღირს უფრო იაფი. გავიგე. ხო, ეხლა ამ შედარებას ნამდვილად არ მომაქვს ამ ნაწილში, მაგრამ კომფორტში ხანდახან გინდა ხოლმე რომ გადაიხადო ფული რა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქით არ არსებობს სხვა შეთავაზებები რა. არსებობს სხვა შეთავაზებები და შეიძლება ცოტა უფრო მეტი ძალისხმევა დაგჭირდეს, მაგრამ მიიღო რაღაც პროდუქტები უფრო იაფი. ძალიან ახლო მეგობარს ჰქონდა ეგეთი შემთხვევა, რამოდენიმე კვირის წინ ზუსტად როცა სამოხმარებელ სესხს იღებდა, ოღონდ დიდი მოცულობის სამოხმარებელ სესხს იღებდა და ბანკს ევაჭრა ძალიან ისე აქტიურად პროცენტზე კი არა, საკომისიოების ნაწილში. და ერთ-ერთი რაც მახსოვს, უბრალოდ მე პოსტფაქტუმ შევესწარი მაგამოს, ანუ მე მომიყვა რა და ძალიან მომეწონა ეგ როგორც ხნა, რომ ერთ-ერთი რაცაც დააკლებინა ფული იყო წინწრების საკომისიო. კი. იმიტომ რომ რაღაც 2%-ს ეუნებოდნენ თუ დეფოლტად რა. კი, მაგრამ ეხლა წინწრების საკომისიო ეროვნულმა ბანკმა ძალიან გაამკაცრა და დააწევინა, ესე ვთქვათ რა. ხო, ძალიან კარგი დააწევინა, არ ვიცი ეგ მაგის ბრალია თუ ამან ხნა თავისით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც ეუნებოდნენ და ამას მოლოდინი აქვს რომ რაღაც 5 წლიანი სესხია თუ 7 წლიანი არ ვიცი, მაგრამ მალე გადაფარავს რა. და ეგ მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო მისთვის, რომ მზად ყოფილიყო მაგ მომენტისთვის, რომ ფული ჩაუვარდებოდა ხელში და გადაფარვას დააპირებდა, რაღაც ექსტრა 2% არ გადაეხადა და წინწრების საკომისიო დააწევინა და გაცემის საკომისიო შეამცირებინა 0.5-მდე, თუ სწორად მახსოვს 0.5%-მდე.
და საბოლოო ჯამში იხეირა რა, და მაგ პროცესში გამოიყენა ორი ბანკთან ურთიერთობა, ორი ბანკის ოფერები შეადარა ერთმანეთს. შეადარა, ხო, ლაპარაკი ხა დითხაზე იყო ლაპარაკი და შესაბამისათაც იმას ქნა. ხო, ეგ ამბავი მუშაობს, მეგობრებო და მაგაზე იყვით რომ ხო არის მასშტაბის ნაწილი იყო რა მან დრო აი მოკლევადიანი სტრაფი სესხების ნაწილი იყო რომელიც უკვე დროში ძალიან შემცირებული არის მან მაგ ჩქარი სესხების რაოდენობა იქიდან გამომდინარე რომ პასუხისგებლიანი აკრედიტება როდესაც შემოვიდა ბევრი ინფორმაციის შეგროვება უწევს ბანკს რომ სესხი მოგცეს და აქედან გამომდინარე ამ ჩქარი სესხების ნაწილი როგორც იცი ონლაინ სესხებიც აღარ არის პრაქტიკულად რა და ერთი პერიოდი როგორი პოპულარული იყო ეგეც ვიცი მე რა გამიკვირდა იცი რატო არ იყო ბევრი კომენტარები ღია ბანკინგთან დაკავშირებით მე მგონი რთული საკითხი არის და მაგას უნდა მიუბრუნდეთ ღია ბანკინგი უფრო კონკრეტული იცი რა აი მაგალითად ესეთი კომენტარიც იყო რა შემთხვევით გავიგეო თქვენი პოდკასტის შესახებო და რაღაცა საკითხები რთულად გასაგებიაო იმაზე რაზეც საუბრობ რა უფრო მარტივად გვინდა რომ მოგვაწოდოთ ეს ინფორმაცია კიდე უფრო მარტივად უნდა მივაწოდოთ ანუ უფრო გასაგებად და უფრო სიღრმისეულად ღია ბანკინგი არის მოდი ესე ვთქვათ რა უკვე იცი რა სერვისებს იღებ ბანკში და იმისი დამატებითი სერვისი არის რა ეხლა მაგალითისთვის რომ ვთქვათ რა ანუ 100 წლის წინ რომ ვიღაცისთვის გეთქვა რომ იმის რა ქვია იმეილის მიღება შეგიძლია თუ არა მობილურში და რომელში უფრო კარგი არის იმეილი მიიღო მობილურში ხო რა იმეილი რა მობილური 100 წლის წინ ხო და ამისი ახსნა საიდან უნდა დაგეწყო რომ არსებობს მოწყობილობა ხო ხო, ანუ შინაარსობრივად ადამიანი, რომელსაც ბანკისგან აი ხედავს მარტო UX, ანუ იმას, აპლიკაციის წინამხარეს, სადაც ფული ჩანს რამდენი არის და რაღაცე, ესე ვთქვათ, მარტივი ნაწილია და პროდუქტების შინაარსი ჯერჯერობით არ გაურკვევია, ამას უხსნი ღია ბანკინგს, რომელიც არის სერვისი, რომელიც დამატებით ფუნქციებს უმატებს, რომ მიიღოს სხვადასხვა სერვისი. ამიტომ გონია, რომ ერთი მაქსიმალურად თანმიმდევრულად უნდა წავყვეთ ამ პროდუქტების ახსნასთან დაკავშირებით, ანუ რა პროდუქტები არის, რა პროდუქტების მიღება შეგიძლია, მათ შორის აი ეხლა ემატება კრიპტოს ყიდვა, ინვესტიციების განხორციელება მობაილ ბანკში, აქ ხშირად არის ხოლმე რეკომენდაციები, რამდენად ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით რამდენად უნდა ვიყოთ მზად ჩვენ, ხო, ანუ ეხლა რეალურად როდესაც ღია ბანკინგთან დაკავშირებით ჩდება კითხვები, აქ უნდა ვთქვათ, რომ ანუ როდესაც ინვესტიციაზეა საუბარი, ბევრად უფრო გათვითცნობიერებული უნდა იყო რა, ინფორმაცია იმაზე მეტი უნდა გქონდეს, ვიდრე კრიპტოსთან, იმასთან რა ქვია, ღია ბანკინგთან დაკავშირებით, რომელიც სრულად სისტემის ნაწილი არის. აქ კიდევ იყო კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა. ერთი ბიტკოინის შექმნასთან დაკავშირებით და ბიტკოინზე ვილაპარაკე უკვე ბიტკოინთან დაკავშირებით იყო, მე მგონი რაღაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით იყო საუბარი, რომ ბიტკოინის გადარიცხვა შეიძლება მომენტალური იყოს და აღქმული იყო, რომ ვითომ იმის დაჭერა ტრანზაქციის არ შეიძლება და ბიტკოინს თუ გადაიხდი უკან გამოთხოვა არ შეიძლება, ეს არ მიგულისხმია, აქ უფრო მონიტორინგის ნაწილთან დაკავშირებით არის საუბარი, ანუ ტრანზაქცია შეიძლება განხორციელდეს იმდენად ჩქარა და იმდენად ოპერატიულად, რომ ანუ და პლუს კიდევ ეს სისტემა არ არის მართული მისი უმთავრესი ნაწილი არის რომ დეცენტრალიზებული არის მთლიანად ეს სისტემა და აქედან გამომდინარე ტრანზაქცია შეიძლება მართვადი არ იყოს შემდგომი რეაგირებისთვის AML-ის მიზნებისთვის, compliance-ის მიზნებისთვის რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ხო? ანუ ახსენეთ კიდევაც რა და როგორ არის. შენ თქვი თავიდან რომ დღესო ვილაპარაკოთო მითებზე და კომენტარებზე. კი. ეს კომენტარები იყო თუ მითები? ეს იყო კითხვა-პასუხი, ხო, კითხვებთან დაკავშირებით გავეცით პასუხები მაქსიმალურად. არა, არ ვიცი, ხო, დაგვიწერეთ კომენტარებში თუ რაღაც არ თქვით, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში ალექს დაასრულე ეს კონკრეტული რაღაცა, გიორგი გააგრძელე ეს კონკრეტული რაღაცა და ჩვენ ნახავთ შემდეგ ეპიზოდში, როგორ
ინტერაქციულად მოყვებით ამ კომენტარებში. ჩათვალე რომ შენ ქმნი ლაივში ამ პოდკასტს. რაც ფილმი იყო ეგეთი, შეგეძლო აგერჩია რა მოხდებოდა, და ეგეთი ის არსებობდა, ხო, ტექნოლოგია ადრე გამიგია. რა აგერჩია? ანუ ფილმს უყურებ რა. გაგიგია ეგეთი რაღაცა შეგიძლია შენ გადაწყვიტო ეხლა ეს გმირი რას იცავს. რამდენიმე ფილმი არის ხო, არსებობს, ხო მართლა, აი მოვიგონე, ხო? შავის არ Black Mirror-მა გამოუშვა სერიალი იყო და მე გამოუშვა ფილმი, რომელშიც ვერსიებს ირჩევდი, და იმის მიხედვით რასაც ირჩევ, შედეგი ხო, მაგრამ არ იყო ძალიან პოპულარული რა, ანუ ისეთი პოპულარული. მიუხედავად იმისა, რომ Netflix-ზე დარეგისტრირდა რაღაც 30% მაგის გამო რომ მაგ დარჩევის, იმიტომ რომ სხვანაირად პირატულ არხებზე ვერ უყურებდი, მაგ არჩევით ვერ უყურებდი და მაგაზე დარეგისტრირდა და მაინც ვერ გახდა ისეთი პოპულარული, როგორც იყო. ანუ ამან არ მოიპოვა დიდი გამოხმაურება, რომ თამაშების ერაში, ანუ როდესაც თამაში გაქვს და 3D-ში გაქვს თამაში უკვე რთულია რომ ფილმის არჩევაში, ანუ მგონია რომ რაღაც ერთმანეთში გადადის რა უკვე. ხო, მივხვდი თამაში და ფილმი. ვიღაცა კი არ გიყვება, შენ ირჩევ რა მოგიყვეს რა და რაღაცა მგონია რომ არ იყო ისეთი პოპულარული. იყო პოპულარული, ჰაიპი იყო, მაგრამ ნუ აი ერთჯერადად კაი იყო, მე ისე აღარ. არა, უბრალოდ ხო მივხვდი რატო ვახსენე ხა ეგ. დავაკავშირე ერთმანეთთან რა. რომ კომენტარებში დაწერენ რომ ეხა ალექს გიორგი შეიცვალეთ ადგილები. შენ გინდა ესე იგი, აქეთ ამხარეს გინდა რომ ისდე ხოლმე. კარგი. ჯერაც ის ნატურა მიჭყულიტინებს. კარგი, მითების ამბავი მე ამოვწუროთ. ან არ ვიცი, მე კიდევ ვისაუბროთ კომენტარები, ძალიან საინტერესო იყო და ძალიან მოკლედ ჩამithრია მე თვითონაც გულწრფელად ჩამithრია, როცა ეს რო შენ რო მაჩვენე დიდი გულისხმურით წავიკითხე და ეგ არის ჩვენთვის რეალურად мотиваცია, თორე რა ვიცი, სხვა პურზე და წყალზე მუშაობთ. კაი, საკრედიტო ისტორიასთან დაკავშირებით რამდენიმე კომენტარი იყო, რამდენიმე კომენტარიც იყო და ანუ კრედიტ ინფოზე იყო ხო საუბარი, საკრედიტო ქულაზე იყო საუბარი, რა მოქმედებს საკრედიტო ქულაზე და კარგი მსესხებელი, ცუდი მსესხებელი ხარ. კრედიტო საკრედიტო ბიურო, ხო? საკრედიტო ბიურო, ხო. კი ბატონო. საქართველოში ერთია და ხო, რატო არ არის ორი? იყო ორი, უბრალოდ შინაარს მოკლებული არის რომ ანუ ინვესტიცია. ხო, ანუ ბიზნესია ჩვეულებრივად რა ის და ეხლა ნუ კარგი. მოდი ვთქვათ რა, დიდი ხელფასი აუცილებლად კარგ საკრედიტო ქულას ნიშნავს? ბევრი სესხი თუ გაქვს, მაშინ გაქვს მარტო კარგი საკრედიტო ქულა? ზოგადად ერთ-ერთი მითი არის ეგ, ეხლა რაც შენ თქვი, მითების და ურბანული ლეგენდების ამბავში თუ შეხედავ, რომ კარგი შემოსავალი, კარგი არის დიდი შემოსავალი, კარგ გონია, ანუ მიიჩნევა, რომ შენ ბანკისთვის საინტერესო დასაკრედიტებელი ტიპი ხარ. თუ დიდი შემოსავალი გაქვს, მაგრამ მან ხო ხდები ბევრი რაღაც არის გასთვალისწინებელი. მომხმარებლის ხარეს ვთქვათ რა. შემოსავლის მოცულობა არის პირდაპირ პროპორციულად კავშირში, რამდენი სესხის აღება შეგიძლია. ხო და აი ეს რამდენი სესხი წეღანას თქვი, ასევე ეგეთი ის არის, ოკეი, მოარული იდეა, რომ თუ ბევრჯერ გაქვს სესხი აღებული, დაფარული, პარალელურად ბევრი სესხი გაქვს და ანუ საკრედიტო მიმართულებით თუ აქტიური ხარ, საკრედიტო ქულა უკეთესი გაქვს. კი. ეხლა მოდი პირველი ნაწილი ვთქვათ რა. საკრედიტო ქულაზე მოქმედი ყველა პარამეტრი პირდაპირ კრედიტ ინფო საქართველოს იმაზე რა ქვია, საიტზე პირდაპირ უწერიათ და გენერატორი აქვს საერთოდ რა აკლებს და რა უმატებს ქულას მაგის ანუ შეგიძლია რომ ხო ბევრი პარალელური სესხი და ბევრი სესხის აღება მოკლევადაში ლინკი რო ჩამიგდო თუ შეგიძლია რა. ანუ მოკლევადაში ბევრი სესხის აღება აკლებს ქულას. მოკლევადაში ბევრი სესხის აღება ქულას გვაკლებს? კი. ანუ დღეს და ერთ თვეში და მე კიდე ერთ თვეში რო სესხები ავიღო და თვეში რო 2-3 სესხი აიღო, აუცილებლად მოგაკლდება. არა, საინტერესო, არ უცებ. ყოველთვე რო სესხი აიღო, მაგაშიც მოგაკლდება. ანუ 6 თვიანი პერიოდი არის, მე მგონი მაგისთვის როგორც ითვლება. ზუსტ
ფორმულას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ სხვანაირად ითვლება. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ აი ფულის მიფშვნეტის არ იყოს, ვერ გეგმავ როდის რა საჭიროებას გააჩნია ახლა მან. ხო, არა, რა თქმა უნდა, ერთჯერადად კი, თუ ერთჯერადია ეს ოპერაცია და ანუ 2-3 ცეცხლი აიღეთ ამერიკა გადიხანია, ეს ქულა სწორდება და მარტივად სწორდება. ბევრი ცეცხლი ნაკლები ქულა არის, ანუ ბევრი რაოდენობაში დიდი თანხა პირდაპირ პროპორციულად იმასთან არის დაკავშირებული, რამდენი გაქვს შემოსავალი. ანუ საკრედიტო ქულა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ცეცხლს მოგცემენ რა. საერთაშორისო მე საუკეთესო საკრედიტო ქულა შეიძლება გქონდეს, მაგრამ მილიონი არ მოგცენ. ხო და მე ერთ რაღაცას ვიტყვი რა, არ ვიცი ეს კომერციული თემა ხო არ არის, კრედიტ-ინფო საიტზე თუ შეხვალ. კი. შეგიძლია დარეგისტრირდე და შენი საკუთარი საკრედიტო რეიტინგი ნახო და თუ უფასოა რაღაცა უფასოა, ხო. ფასიანი სერვისებით აქვს, მაგრამ უფასოც არის. და ვისაც ეს არ გაგიკეთებიათ და გეხალისებათ, მე გირჩევთ რომ გააკეთოთ კრედიტ-ინფო საიტზე დარეგისტრირდით და თქვენი საკუთარი საკრედიტო ქულა ნახეთ და იქ რეპორტიც გადმოიწერეთ. კრედიტ-ინფოს რეკლამას აკეთებ. ხო და მაგ მოვიკითხე, არ ვიცი, შეიძლება? ის რა ქვია, სპონსორობა უნდა ვთხოვოთ. ხუმრო. არა ვიცი, თხოვოთ. მაგრამ საინტერესოა. წინსწრებით დაფარვა ყოველთვის კარგია თუ არა? სესხის წინსწრებით დაფარვა კარგია თუ არა? ჩემთვის მგონია რომ კარგია, როგორც მომხმარებლისთვის. რატო? იმიტომ რომ 1000 ლარი ავიღე სესხად, მაგალითად, უნდა დამეფარა 10 წელიწადში და დამებრუნებინა ჯამში 2000 ლარი და თუ დავფარავ 5 წელიწადში დავაბრუნებ 1500 ლარს. ხო, მე უხეშად რო ვთქვა, ეს მაგითო. ეხა ისე ბანკისთვის ცუდია, იმიტომ რომ უნდა მიიღო. არა, აბსოლუტურად ცუდი არ არის. არა, ცუდი არ არის, მაგრამ ელოდებოდა შემოსავალს და ვეღარ მიიღებს შემოსავალს. კარგი, მოდი მაშინ ესე წავყვეთ. არასწორად თქვი? ანუ მე არ შემოვდივარ პოლემიკაში, იქიდან გამომდინარე, ხო და ანუ ახსნი ამის საწინააღმდეგო ვერსიას ავხსნი, იმიტომ რომ წინსწრები დაფარვა რამდენადაც კარგი, იმდენად ცუდია. ვისთვის? ხო და აი ნახოთ, კონკრეტული მაგალითი თქვათ მე. არ არსებობს მხარეებისთვის არა. კონკრეტული სიტუაცია. აი მოდი მაშინ გეტყვი. იპოთეკური სესხი გაქვთ 15 წლიანი. და ჩაგივარდა ფული ხელში. და წახვედი მეორე ბინა იყიდე და შეგიძლია რომ გაისტუმრო იმის რა ქვია, ამ ერთი წამ, ამ ბინის სესხი შეამცირო გაანახევრო. ეხლა და იჯარი დგაქ ეს ბინა გაცემული $1000. აი მოიცა ერთ მაგმათემატიკაში ვერ გამოგყვება შანსი არა. $1000 აქირავე ბანკიდან. რაღაც ის ძალიან ართულებ ეხლა რა. რატო ვართულებ? შეგიძლია რომ ძალიან მარტივი კითხვა იყო და რა იჯარა რა $1000. გააჩნია რა შეგჭირდება რა თუ შენ ამ სესხით ხო ამ სესხით სარგებელს იღებ უფრო მეტს. რა თქმა უნდა. ეხა მობილური ტელეფონი თუ იყიდე სესხით და ჩაგივარდა ფული და გადაიხადე, რა თქმა უნდა, მაგაზე არ გესაუბრე. შეიძლება არც უნდა აგეღო ეგ სესხი. ანუ მან ეგრე კონტექსტი არ უნდა შემოიტანო რა. ბიზნეს სესხზე როცა არის საუბარი წინსწრებით დაფარვაზე. ანუ გააჩნია ეხა თუ იმისთვის აიღე ისევ ვამბობ რა, თუ მიმდინარე ქეშის დასაფინანსებლად აიღე, რომ აი რაღაცა უცბად გამოგივარდა უცბად აიღე ეს სესხი და სამთვიანი იყო და ურთვეში ჩაგივარდა ეს ფული და გადაიხადე მაგაზე არა მაქვს საუბარი, მან წინსწრება ძალიან კარგი არის, მაგრამ თუ შენ გაქვს სესხი გრძელვადიანი აღებული არ უნდა გავარკვიოთ მე უცბად გეუბნები ძალიან მარტივად აღვიქვი რა ეგ შეკითხვა რა და მითის კონტექსტში შევხედე რა სესხზე პროცენტს აღარ გადაიხდი. ხო, აი ეგ კარგია. ხო, всё. მაგრამ თუ შენ აწერინებ ამას პროცენტზე მეტ ფულს და თუ შენთვის ეს სარგებლის მომტანია ბევრად უფრო მეტის, ვიდრე მაგალითისთვის რო ვთქვათ რა, ანუ აქ საუბარი არის იმაზე, წინსწრებით გადახდა ნიშნავს, რომ პროცენტის ხარჯ შეგიმცირებს, მაგრამ თუ აქეთ ამ ხარეს უყურებ, რომ უფრო სარგებლიანად შეიძლება გამოიყენო ეს თანხა, რატო უნდა გადაიხადო წინსწრებით? ამაზეა საუბარი, მეტი არაფერი. კი ბატონო. ხო, დაბალი პროცენტი კარგია, მაღალი პროცენტი ცუდია. აი, ხო, ეგ ერთ-ერთი ის არის, რა ქვია, წინათაობის მითია. ხო, რა, მე ვილაპარაკე. არ არის, დღესაც არის რა, ანუ ვალთან მიმართებაში კიდევ ერთხელ მე გეტყვი მაგას რა, მაგაზე ცალკე მითებზე და ურბანულ ლეგენდებზე, აი მე ქუჩაში გავივლი. შენც გაიარე, მოვაგროვოთ და ცალკე ჩავწეროთ, ცალკე ვილაპარაკოთ. ამასობაში იქნება რამე მხიარული კომენტარების დაგვეცირო. კომენტარები ძალიან კარგი იქნება. მე შემოგთავაზებდი, რომ რაღაც ყოველი
პირველი 10 პოდკასტის შემდეგ შევეცადოთ, რომ გავცეთ პასუხები იმ კომენტარებზე, რა კომენტარები იქნება. 10 ბევრია რა, დაწერეთ და იგრევე გიპასუხებთ. ან ცალკე გავაკეთოთ ამისი პოდკასტი. პასუხი, კითხვებზე პასუხი. ვისი კომენტარი ყველაზე მეტ ლაიქს აიღებს? ვისი კომენტარიც ყველაზე მეტ ლაიქს აიღებს, ის დავპატიჟოთ სტუდიაში. კიდევ ერთხელ თხოვნა, გამოიწერეთ ჩვენი არხი, ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დააკომენტარეთ ვიდეოები. თხოვნა არის, ასევე Instagram-ზე იყო დღეს საუბარი, რომ Instagram-დან პირდაპირ გმული არიდება, რომელთაც შეიძლება გადმოვიდეთ, ანუ პროფილში არის ეს გმულები და შედიხართ და ჩვენ ვართ YouTube-ზე და Spotify-ზე, ანუ ვისაც მოსმენა ჩვენი პოდკასტი გავუშვით კოსმოსში. ხო. ხო, და ანუ შეგიძლიათ მოусმინოთ, ჩასაწერად და მოსაძებნათად ძალიან მარტივი არის Boring G-ზე ვართ ყველგან, მოსაწყენი პოდკასტი. და იმედია, რომ ძალიან მოსაწყენიც არ არის. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა და გამოიწერეთ ჩვენი არხი.